რაკენი გამოგიბნეს 30 წელი სად გადაახვიე? მიყვარს სამსამყაროში ყოფნა, იმიტომ რომ ვარ ძალიან კომფორტულად და ძალიან ბედნიერი ამ დროს, როცა ვხატავ. რა სიტყვი? ნახოთ როგორ ფორმაში ვიქნები. ფანტასტიურ ფორმაში ხარ ეხლა. აი, ცოტა მარილი დავამატე თქო და ძალიან მოუხდა თქო. შეგიძლია მე ეგ ამბავი თქვა. შუადღე მშვიდობისა. წამყვანებო მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ვიმყოფებით ტრადიციულად გუდვილის ვაკის ფილიალში და დღეს ჩემს სტუმართან ერთად მოვამზადებ ძალიან მარტივს და ამავდროულად გემრიელს და საინტერესო კერძებს. აქედან მხოლოდ ნიოკი დამჭირდება და სხვადასხვა соуსები უკვე მზად მაქვს და გადავინაცვლოთ და დავიწყოთ ასევე უშაქრო ძალიან სასარგებლო დესერტის მომზადება. აი ესეც ხო არ მინდა? აქ თვითონზე იქნება დღეს ჩემთან ერთად, რომელიც მოგვიმზადებს ძალიან საინტერესო დესერტს, მეც მოგიმზადებს ძალიან საინტერესო და უმარტივეს კერძს და მოგესალმები ავტო. მოგესალმები, მიხარია რომ მოვხვდი შენთან. მეც ახლა ჩამოფრინდა სპეციალურად საქართველოში იმისთვის რომ მოსულიყო ჩვენთან გადაცემაში. იმდენი თვეა დაგზდებთ მთელ მსოფლიოში. მიხარია რომ დავემთხვიეთ და ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა. ავტო, ცხარი ხო არ არის შენი ესეთ ფორმაში ყოფნის ერთ-ერთი საიდუმლო. და ის რაც დღეს უნდა გავაკეთო, პროტეინს მიცვლის ხოლმე თუ ძალიან მომინდება ტკბილი. მივხვდი და ხოლოდ ძალიან ამ თემას მივირთმევ, რასაც მოგიყვებით და თან გავაკეთებ. ანუ ტკბილი საერთოდ ამოღებული გაქვს. ამოღებული მაქვს და ვცდილობ მეტი ცილა მივიღო. რა თქმა უნდა, ეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, იმიტომ რომ მანამდე არა, მანამდე მე გეტყვი და ვსუქდებოდი. მე გეტყვი და მანამდე. ახლა რომ გავიცანი ძალიან ბევრი წლის წინ, არ ვიცი, ლამის 30 წლის წინ. ამაზე უფრო ასაკოვანი იყავი მაშინ და რაკენი გამოგიბნეს 30 წელი სად გადაახვიე? არ ვიცი ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში ბევრს ვარჯიშობ უფრო გამოშრობაზე, მეტი ცილა და ძილი, რაც თავარია მოვაწესრიგე ძილი. აღდგენაც ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იქნა. ესე იგი, როგორც გამოიკვეთა, ეს არის ვარჯიში, კვება და აღდგენაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, რეჟიმი. და იცი რა არის, ყოველთვის როცა რაღაცა ასაკობრივ ყოველ 10 წელიწადში ზღვარს გადადიხარ და რაღაცა ასაკთან მიდიხარ, უნდა ჩართო ახალი ენერგეტიკა, ახალი გამოწვევა, ახალი მიზნები. შენთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი განვითარება და ყოველთვის წინ უსწრებდი ძალიან ბევრ ამას ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ მართლა პირველი იყავი, ვინც მსგავს მასშტაბებზე გაიყვანა მოდა საქართველოში. ხო, იცი რა არის, ზოგჯერ არ მჯერა ხოლმე გარეთ შუქი არ იყო. გენერატორზე ვამუშავებდი მაღაზიას. არ ქარხანა რამდენ საქმეს აკეთებდი მართლა. ესე რა ქვია. რა მოდა დილის 5 საათზე პურის რიგში ვიდექი. აბა. და რო გავაკეთე ჩვენება, ხო გახსოვს დიდი გრანდიოზული ბაბლონის კინოსტუდიაში, რიგები რო იდგა უკვე მაღაზიასთან. აბსოლუტურად დაუჯერებელი ისტორია. მართლა ავტო და რადონის გადაღებები ქონდა თუ პრესა თუ არ ვიცი, აი საიდან იცოდი ამას რაღაცნაირად ინტუიტურად მიყვებოდი? ყოველთვის ვუჯერებ ჩემს თავს. იცი რა, ბოლო 3-4 წელი მიუძღვენი თავი მოგზაურობას და ეხა წამოვიწყე. აბა, მოგვიყევი შენი სიახლეები. ტერიტორიაზე. ფილიალი რომელიც არის? ხო, ну, მთავარი გმირი რომელიც არის, ვაკეთებ სრულ დემონტაჟს და ეს იქნება ესეთი პირველი პრეცედენტი ქართულ რეალობაში, როცა მხატვრებთან ერთად ვიმუშავებ, ფერწერა იქნება, ხალიჩები და მხოლოდ პირველი ხაზი. და დავიწყე ავეჯის ხაზი. აი, მე რას ამბობ? და ეხლა ესეთ ეტაპზე ვარ, მივხვდი უკვე სხვა ფაქტურები რას ნიშნავს. ხო, აი, ქსოვილი ტყავი კი აღარ. ანუ მარმარილო, ხე, მათთან დამოკიდებული. შენ თვითონ თავიდან ბოლომდე იყავი ჩართული და აქედან თავიდან ბოლომდე გავაკეთე და მივიღე ძალიან დიდი პრაქტიკა. ხო. დღესდღეობით ხო, ბევრი არჩევანია, მაგრამ აი ინდივიდუალური, შენზე მორგებული და მხატვრის გაკეთებული ავეჯის და არტ ობიექტების ძალიან დიდი დეფიციტია და მომინდა თამამი ადამიანებისთვის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ იყოს განსხვავებული, იმ ადამიანებისთვის გავაკეთო ეს ობიექტები.
დილით რო ვიღვიძებ ერთი სული მაქვს, რომ აი ამდენი რამე ვაკეთო. ხან კერამიკის სახელოსნოში ვარ, ხან ხალიჩების, ხან ავეჯის. ხშირად ვნახავთ საქართველოში? კი. თავი ამბავი ეს არის, რომ ხშირად ვნახავთ საქართველოში. ამასობაში მე მინდა რომ ხა ჩვენ მაყურებელს მოვუყვეთ რა ეტაპები გამოვიარეთ. როგორც იცით, ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში, ეს არის ჩემი საოცნებო სამზარეულო, იმიტომ რომ ყველაფერი არის ჩემს უკან და მათ შორის არის ჩემი საყვარელი ნიოკი. ზუსტად 3 წუთში მდუღარი წყალში, მარილიან წყალში წამოვადუღე და აქვე მაქვს соуსი, რომელიც არის პიკოლოსი და გვაქვს ესეთი ბაზილიკი და პომიდორი ძალიან სუბუქი და ამაში ამოვავლებ ჩვენს ამ ნიოკის. ეხლა მოვდივარ შენთან, მოგვიყევი, ეს არის მე როგორც ხვდები ენერგიის წყარო, შენი დესერტი, რომელიც აღმოჩნდა რომ გინაცვლებს ყოველდღიურობაში ტკბილის სურვილს, ხო? კი, ნუ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ მჭირდება. რომ ხო, მართალია, პრინციპში აი ყოველდღეც 1-2 ესეთი პატარა ბურთულა რომ მიირთვა ძალიან კარგია. ავტომ გამოიყენა შვრია, გამოიყენა ასე ვთქვათ ფინიკებიც ასევე, რომელიც წინასწარ წყალში ჩალბე, რომ უფრო რბილი ყოფილიყო. და ნუში? ნუში, კიდევ რა? ძალიან მიყვარს. მე ძალიან თხილი. ქართული ვით, ხო, ესე ქართული თხილი. მიწის თხილის კარაქი. კარაქი. ხო და შოკოლადი. აჰა, ცოტა თაფლიც არის. კი, თაფლიც გავუკეთე, კაკაო. მოკლედ ეს ყველაფერი არის ის, რაც ყვებავს ჩვენს ტვინიდან დაწყებულს კუნთებით დამთავრებული. ჩემს ორგანიზმს მჭირდება. ამიტომ მოდით ეხლა ჩვენ ეს ყველაფერი გადავიტანოთ დასაბლენდერებლად და შეგვიძლია უკვე მეორე ჩართვაში დავუბრუნდეთ ჩვენს წამყვანებს და ჩვენს მაყურებელს და უკვე ვაჩვენოთ ჩვენ ზაკერტები. დაგიბრუნდით ეთერში, ავთო უკვე არის. ნახე რა დღეში დასრულებულ ეტაპზე. მე კი აი კიდევ 1-2 შეკვრა ნიოკის მოვათავსებ ჩვენს ადუღებულ წყალში, იმიტომ რომ ბევრნი ვართ და ეს ნიოკი ისეთი გემრიელია, რომ მისი რაოდენობა საკმარისი არასოდეს არ არის. ავთო, შენ მოგვიყევი რა ეტაპზე ხარ აბა? მე ძალიან კაი ეტაპზე. დამასწრო. მე ვარ ფანტასტიკურ ეტაპზე. ბურთულები მზად არის. კი. ერთ სული მაქვს დავაგემოვნო, მაგრამ უკვე ისე კარგად გამოიყურება, ისეთი კარგი ინგრედიენტები აქვს შიგნით, რომ არის ფანტასტიკა, როგორც უკვე აქედან ხედავ. ნახე რა ლამაზებია. როცა გავხსნი აი ამ შენობას, ამ არტ ობიექტს, ძალიან მინდა ჩემი პირველი მოდელები, მუზები, ადამიანები, რომლებმაც ჩემს ისტორიაში თავისი ისტორია შექმნეს. მინდა რომ ამ ადამიანებთან ერთად გავაკეთო აი ესეთი ჩვენება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ადამიანი დიდი სიხარულით ხო, დაგიდგება გვერდით ამ გამოწყებაში. რა სიტყვი, მიკა. ნახოთ როგორ ფორმაში ვიქნები. ფანტასტიკურ ფორმაში ხარ ეხა. თორე ისე სიამოვნებით შენი ჩვენების გამოცხადების გარეშეც შემიძლია ჩვენება მოვაწყო სახში შენი სამოსი იმდენი მაგ. არა, წარმოიდგინე შენ თაკო, აი ეს ბავშვები რა. ხო, 14-15 წლისები რომ გავიცანი და მაგარია, მე ვხედავ გადაკეტილ ხურჩებს ავთო. ხო. როგორც შენ მასშტაბებს როგორც შეეფერება, რას ვამბობ, ხა ისეც ახალს არაფერს, მაგრამ მაინც კარგია რომ ჟღერს, რომელია შენი საყვარელი სამზარეულო. გეტყვი, ნებისმიერ ქვეყანაში მიყვარს და გემოვნება, არ ვარ პრეტენზიული. როგორ გითხრა, გემოები მაძლევს რაღაც საოცარ ენერგეტიკას დატესტვა. ჩემი ძალიან დიდი პრობლემაა ის პერიოდი, როცა არ ვჭამ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აზიური სამზარეულო აღმოჩნდა უფრო ჩემი. ავთო, კაია? ფანტასტიკურია. მე სულ ცოტა დავამატე მარილი. უი, კაია, ტკბილი და მარილი, ძალიან ესეთი კარგი ბალანსი არის ნამდვილად.
როცა წუწუნებენ, აი რა ვჭამო ამ დროს, აი ყოველთვის შეიძლება რომ რაღაცით გაახარო საკუთარი თავი და მიიღო ის გემოები ისე რომ არ დაზარალდეს ტვინი, რაც თავარია. პირიქით, ამით ტვინი იკვებება, იმიტომ რომ ისეთი ინგრედიენტები დაამატეს შენ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი, როგორც ჩვენი იმუნიტეტისთვის და ჩვენი ორგანიზმისთვის, ასევე არის სამარხო, არის უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო, რა დარჩა. და გემრიელი. ჩვენი კერძები მზად არის, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ავთოს, მაგრამ მანამდე უნდა გადმოვიღოთ ჩვენი ულამაზესი კერძი, რომ დააგემოვნო ავთო, იმიტომ რომ ესეც არის ძალიან გემრიელი და ძალიან სასარგებლო. მე ძალიან მიყვარს და ძალიან მარტივად მოსამზადებელი, იმიტომ რომ აი ამ ჩემს უკან სამზარეულოში ყველაფერი არის, რაც შენ სულს და გულს მოუნდება და რაც თავარია ძალიან გვანებივრებს იტალიური პროდუქტებით. გუდვილი უკვე ბევრი წელია მომხმარებელს და ასევე ბევრი წელია გვანებივრებს კლასიკური პასკებით და რადგანაც უკვე გვიახლოვდება დიდი დღესასწაული, მინდა რომ თქვენთან ერთად ერთი ესეთ ლამაზი სააღდგომო პასკა გავჭრათ და ჩავიჭყიდოთ. აბა როგორია და რა ხდება შიგნით. როგორც იცი, ბევრი წელია უკვე ამზადებენ სხვადასხვა შიგთავსით. არის ქიშმიშით, ქიშმიშის გარეშე არის კლასიკური, არის შოკოლადით, იყო წით, რაც იყო სიახლე და დიდი ნებათა ღელვა და აჟიოტაჟი გამოიწვია. იმდენად გემრიელი იყო. ეს ხედავ რომ არის ქიშმიშით, არის ულამაზეს შეფუთვაში თან. და ძალიან ესეთი არომატული, ნახე როგორია სახში მომზადებულ პასკას რომ მოგაგონებს, აი ესეთია და ზუსტად ასეთი მიყვარს მე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურებდით, უღრმესი მადლობა ავთოს, რომელიც ყოველთვის მენატრება და ყოველთვის მიხარია, როცა არის შესაძლებლობა რომ ვნახოთ და ვიჭორავ ჩვენ ასე რომ შეგვიძლია არ გავჩერდეთ და ზეგამდე ვილაპარაკოთ. ნამდვილად. დროა რომ დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა. ნახვამდის მადლობა. სასწაულია. ოჩა.